რიგში იმას ვიტყვი, თქვენ თქვით არც რამდენად გეხებაო, მე მეხება როგორც მთარგმნელს, როგორც მასწავლებელს და მეხება როგორც პენცენტრის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში ყველანაირ თუ კი რამეს ვაკეთებ ცხოვრებაში, ყველა იმ საქმიანობას ეხება. მასწავლებელს შეიძლება ეგონოს ბევრს რომ რაშუაშია და არ შეგეხება, როცა იზღუდება თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. არ არსებობს რომ მასწავლებელს არ შეეხოს, იმიტომ რომ სწავლება არის ყველაზე საშიში პროცესი, განათლების გადაცემა, მიღება გადაცემა არის ყველაზე საშიში პროცესი დიქტატურული რაღაცა ამბიციების მქონე რეჟიმებისთვის, რეჟიმსაც ვერ უწოდებ ამათ როგორც არის მოკითხე თვით მარქვია თუ როგორც არის ხელისუფლებისთვის. ამიტომ ძალიან პირდაპირ მეხება. რაც შეეხება თარგმნას, ვიღაცა შეიძლება ეგონოს ლიტერატურაში არის ხოლმე ხშირად ლიტერატურებში, რომ აი რა, ნუ რა ვიცი, ვზივარ ჩემთვის წყნარად სადღაცა მაშინ სოფელში ან რაღაც ჩემს სახლში და ვწერ და ეს არ შემეხება. აუცილებლად შეეხება ნაწერსაც, იმასაც თუ რას ახსენებ, რა თემაზე წერ და ისეთ ადგილას და ისეთი სახით, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება მოელოდე და არ გაყვება. ერთი ფანტასტიკური წიგნი, ჩემი ნათარგმნი წიგნია იტალიელი ავტორის, სადაც აი ეს მთარგმნელი ზუსტად სალაზარის რეჟიმზე ლაპარაკი და არ ვერევი მე პოლიტიკაში სულ ამას იმეორებს და რაღაცას თარგმნის და ნუ რა უნდა იყოს, თან ძველ ავტორებს თარგმნის და ძველ ავტორებს და სადღაცა ფრანგ მე-19 საუკუნეს და ეხა იმას ხوار შეეხებენ, ეგ-ერთი ამბობს, რომ საფრანგეთს გაუმარჯოს და აღმოჩნდება, რომ ესეც კი პრობლემური ფრაზაა, იმიტომ რომ საფრანგეთს ბრძოლის და რევოლუციური სულის და ასე შემდეგ სხვანაირი გამოცდილება და აი ამაზე მოადგებიან, იმაზე რაზეც ყველაზე ნაკლებად ეგონა. ამიტომ სად როდის როცა აი ეს კონტროლის, აი ეს სული არის გაბატონებული და აი ეს მექანიზმი და ამაში ცხოვრობთ, ყველას მიადგებიან და ყველა აღმოაჩენს, რომ მას ეს პირდაპირ ეხება. რაც შეეხება პენცენტრის საქმიანობას, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია და ამას პირდაპირ ჩვენი მანდატის ფარგლებშია ისო დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, უბრალოდ აი კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვისაც ან შეხება აქ ლიტერატურასთან, ქართულ ლიტერატურასთან თუ სწავლებასთან, ხო? მთელი ჩვენი ლიტერატურა, რითაც ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქართველობა, ჩვენი ენა, ჩვენი ქვეყანა, ხო, დაწყებული შუშანიკიდან მოყოლებული. იქ აბო იქნება თუ სხვა ტექსტები, რომელიც აგიოგრაფია იქნება თუ მე უკვე ძველი ქართული ლიტერატურის სხვა ძეგლები თუ ხანსაბად და შემდეგ მე-19 საუკუნე თუ მე-20 ამას არ აქვს მნიშვნელობა და რუსთაველი რა თქმა უნდა აღარ ვლაპარაკობ ვაჟაზე და ილიაზე. ყველაფერი არის თავისუფლებისთვის ბრძოლის და საერთოდ ბრძოლის და წინააღმდეგობის ამბებიც. იგივე ის შუშანიკი, რომელიც ჰაგიოგრაფიული ძეგლი, ეს არის მეტაფორაა შუშანიკი. მორწმუნე ადამიანისთვის და ეკლესიისთვის ის ჰაგიოგრაფია რელიგიური ძეგლია, მაგრამ არა მორწმუნე ადამიანისთვისაც ისეთივე ძვირფასია, იმიტომ რომ შუშანიკი არის ბრძოლის მეტაფორა, სიჯიუტის არ შეგუების და მოდი ესე დავარქვათ, მრწამსის დაცვის, მრწამს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ქრისტიანულ მრწამს, რა თქმა უნდა ქრისტიანული პრინციპი ზუსტად რისთვისაც მრწამს, შენი რწმენა, რაც გეძვირფასება და რაც არის შენ, ეს არის მეტაფორა, ასეთივე მეტაფორა არის აბო. და მე აღარ ვლაპარაკობ ვაჟებს შაველაზე და იგივე მე-20 საუკუნის სხვა ავტორებზე, რომლებიც პირდაპირ და რომლებიც შეეწირნენ მას რა ქვია პირდაპირ რეჟიმს არაერთი მათგანი, ხო? თლიანად ყველაფერი არის, არც ერთი არ არის სიჩუმის დუმილის, მთავრობისთვის თავის დაკვრის, ვიღაცა უფროსისთვის პიტიახში იქნებოდა, მეფე იქნებოდა თუ მეფის ნაცვალი მერე უკვე და თუ გუბერნატორი თუ მერე უკვე საბჭოთა დროს ვინც იქნებოდა, ეს რა ქვია, პარტნიორშაკი, ხო? არ არის ჩვენი ძეგლები, რო გვეუბნებიან, რომ საქართველოს არ გიყვარდა სამშობლო ართმეული ზუსტადაც რომ გვიყვარს და ზუსტადაც რომ ვკითხულობთ და ვუსმენთ და ის ლიტერატურა გვასწავლის იმას, ეხლა რაც საბამ თქვა რომ არ შეეგუო იბრძოლე, დაიცავე შენი მრწამსი, რაც არ უნდა იყოს ეს მრწამსი, პრინციპი დაარქვი, ადამიანი დაარქვი, ღმერთი დაარქვი, იესო ქრისტე დაარქვი, სხვა რამე დაარქვი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ბრძოლის მეტაფორა, ეს არის შეუგუებლობის, უსამართლობასთან შეუგუებლობის და თავგანწირვის მეტაფორა. ამიტომ წარმოუდგენელია ჩვენ ამაზე გავიზარდეთ, ჩვენ ამაზე მოვდივართ და ამით ვართ ქართველები. ეს გვიამაყება და ეს გვიყვარს ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ზუსტადაც რომ მათზე მეტად ვიცით ქართული ლიტერატურაც და მათზე მეტად უფრთხილდებით კიდე იმ გაკვეთილებს, რომლებიც ამ ქართული ლიტერატურიდან გვაქვს მოყოლებული შუშანიკიდან დღემდე აგერ. ამიტომ შეუგუებლობა, სიჯიუტე, აი სიჯიუტეს ამ გაგებით ვამბობ, ხო, აი ეს
დაცვა იმისა, რაც არის ძალიან ძვირფასი და თავისუფლებაზე ძვირფასი, რა ვიცი, ძალიან ცოტა რამე, იმიტომ თავისუფლება ძალიან ბევრ რამეს აერთიანებს. ამიტომ აი აქ ვდგავართ და არ ვაპირებთ დაძვრას ადგილიდან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა, მგონი აქ უნდა დავსვათ კიდე დროებით წერტილი. დიდი ძახილის ნიშანიც მე ვიტყოდი. აი ამ ტიპის ძველი საბჭოური სიმყრალის მატარებელი კლიმატის დამკვიდრებას ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, თუმცა ამის მცდელობა ნამდვილად არის.